ახლა მე მოგიყვები 12 კანონის შესახებ, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერს მართავენ. დაწყებული იმისგან, თუ რატომ მოგწელა ყოფილმა დილის 3 საათზე, დამთავრებული იმით, თუ რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი ფულს მაგნიტივით, ზოგი კი განიზიდავს მას. ეს კანონები ძველ ეგვიპტეში ქვებზე იყო ამოკვეთილი. ტესლა მათ სწავლობდა, როდესაც თავის გამოგონებებს ქმნიდა. აინშტაინმა მათ შესახებ იცოდა, როდესაც ამბობდა, რომ ღმერთი კამათელს არ თამაშობს. და ყველაზე საოცარი ის არის, რომ შენ ამ კანონებს ცხოვრების ყოველ წამს იღენებ. უბრალოდ ამას ვერ აცნობიერებ. როგორც თევზი ვერ აცნობიერებს წყალს, სანამ ნაპირზე არ გამოიყვანენ. დღეს მე გაძლევ იმას, რის გარეშეც წარმატება შეუძლებელი იქნებოდა. გაძლევ თამაშის წესებს. იმიტომ რომ შეიძლება გენიალური პიანისტი იყო, მაგრამ თუ არ იცი სად რომელი კლავიშია, ფორტეპიანოს უბრალოდ ვერ დაუკრავ. წარმოიდგინე ორი ადამიანი, ორივეს ბიზნესის დაწყება უნდა. პირველი დგება დილის 5 საათზე, კითხულობს ყველა წიგნს მარკეტინგის შესახებ, დადის ყველა სემინარზე, მუშაობს 18 საათს. ერთი წლის შემდეგ ის გადაიწვება, ბიზნესი კი ძლივს უნთქავს. მეორემ შვიდად აკეთებს თავის საქმეს, დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში. მასთან თვითონ მოდიან კლიენტები, პარტნიორები, ინვესტორები. ერთი წლის შემდეგ მას მთელ ქვეყანაში აქვს ქსელი. განსხვავება არა ძალისხმევაშია, არამედ იმ კანონების გაგებაში, რომლითაც რეალობა მუშაობს. მოგიყვები ფაქტს, რომელიც დაგაფიქრებს. 2024 წელს პრინსტონის ფიზიკოსთა ჯგუფმა დაამტკიცა ის, რასაც ძველი ბერძნები დიდი ხნით ადრე მიხვდნენ. მომავალი გავლენას ახდენს წარსულზე. ამას რეტროკაუზალურობა, ანუ უკუმიზეზობრიობა ეწოდება. კვანტურ ექსპერიმენტებში ნაწილაკმა იცის, რა გაზომვა ჩატარდება მასთან მომავალში და ცვლის თავის ქცევას წარსულში. შენი მომავალი უკვე ახლა, გავლენას ახდენს შენს მიმდინარე გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ამას ვერ გრძნობ, რადგან არ იცი კანონები. ჰარტმანის ინსტიტუტმა კიდევ რაღაც აღმოაჩინა. გული გამოიმუშავებს ელექტრომაგნიტურ ველს 5000 ჯერ უფრო ძლიერს, ვიდრე ტვინი. 5000 ჯერ. და ეს ველი იცვლება შენი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე. როდესაც მადლიერების ან სიყვარულის მდგომარეობაში ხარ, შენი ველი ხდება კოჰერენტული, მოწესრიგებული და ყველა გარშემო ქვეცნობიერად გრძნობს ამას. აი რატომ იზიდავ ზოგიერთ ადამიანს, ზოგი კი გარბის. საქმე არა ქარიზმაშია, არამედ მათი ველის კვანტურ ხელმოწერაში. მაგრამ ეს საბავშვო ბაღია იმასთან შედარებით, რაც კემბრიჯის მკვლევარმა რუპერტ შელდრეიკმა აღმოაჩინა. რომ არსებობს მორფული საინფორმაციო ველები, რომლებიც ინახავენ ყველა მსგავსი სისტემის მეხსიერებას. როდესაც ლონდონში ვირთხებმა ისწავლეს ახალი ლაბირინთის გავლა, ტოკიოში ვირთხებმა დაიწყეს იგივე ლაბირინთის უფრო სწრაფად გავლა, მათ შორის ყოველგვარი კავშირის გარეშე. ინფორმაცია გადაიცემა მორფული ველის მეშვეობით. ახლა წარმოიდგინე, როდესაც წარმატებული ადამიანის მდგომარეობაში შედიხარ, შენ უკავშირდები ისტორიაში ყველა წარმატებული ადამიანის მორფულ ველს. ფაქტიურად იწერ მათ გამოცდილებას. სამყაროს 12 კანონი ეს არ არის ეზოთერული ფანტაზია. ეს არის იმის აღწერა, თუ როგორ ურთიერთქმედებს კვანტური ველი ცნობიერებასთან. მე მათ სამტრიადად დავყოფ. და თითოეული გაგიხსნის რეალობის მართვის ახალ დონეს. პირველი ტრიადა, საფუძვლის კანონები. ეს არის საძირკველი, რომელზეც ყველაფერი დანარჩენი დგას. ერთიანობის კანონი ამბობს, ყველაფერი ყველაფერთან არის დაკავშირებული. კვანტურ ფიზიკაში ამას არალოკალურობა ეწოდება. როდესაც ორი ნაწილაკი დაკავშირებული იყო, ისინი ყოველთვის დაკავშირებულნი რჩებიან. მაშინაც კი თუ ისინი გალაქტიკის სხვადასხვა ბოლოში გაიფანტებიან. შეცვალე ერთი ღირსიერად შეიცვლება მეორე. აინშტაინი ამას საშინელ დისტანციურ მოქმედებას უწოდებდა და ვერ იჯერებდა, მაგრამ ეს დადასტურებული ფაქტია. შენ დაკავშირებული ხარ კვანტური ძაფებით ყველაფერთან, რასთანაც ოდესმე გქონია ურთიერთობა. აი რატომ ფიქრობ ადამიანზე და ის რეკავს? აი რატომ გრძნობს დედა, როდესაც ბავშვს რაღაც ემართება 100 კილომეტრის მოშორებით? პირველი პრაქტიკა, კვანტური კავშირი. დახუჯე თვალები. დაიდე ხელი გულზე. წარმოიდგინე ადამიანი, ვისთანაც გსურს კავშირის აღდგენა. ნუ იფიქრებ რა თქვა. უბრალოდ იგრძენი კავშირი გულის დონეზე. გაუგზავნე ამ კავშირის საშუალებით ერთი ემოცია, მადლიერება. არა კონკრეტულად რაღაცისთვის, უბრალოდ მადლიერება. იმისთვის, რომ ეს ადამიანი არსებობს. 70% შემთხვევაში ადამიანი დაგიკავშირდებათ 3 დღის განმავლობაში. ეს არ არის მაგია. ეს არის კვანტური კავშირის გააქტიურება კოჰერენტული გულის ველის მეშვეობით. ვიბრაციის კანონი. ყველაფერი სამყაროში ვიბრირებს.
ისიც კი რაც მყარი ჩანს კვანტურ დონეზე, ეს არის ენერგიის ვიბრაცია. შენი აზრები ვიბრაცია, ემოციები ვიბრაცია და აი რა არის მნიშვნელოვანი. მსგავსი ვიბრაციები იზიდავენ. ეს არ არის მეტაფორა. ფიზიკაში ამას რეზონანსი ეწოდება. როდესაც ორ გიტარას აწყობ და ერთზე სიმს შეეხები, მეორეზე იგივე სიმი თავისით იწყებს ჟღერადობას. შენი შინაგანი ვიბრაცია აწყობს რეალობას შენს გარშემო, როგორც გამერტონი. პრობლემა ის არის, რომ ადამიანების უმეტესობა შიშისა და ნაკლებობის სიხშირეზე ვიბრირებს. იღვიძებენ ფიქრით, ისე ორშაბათია. მიდიან სამსახურში გრძნობით თუ როდის დამთავრდება ეს კვირა. ცხოვრობენ შაბათ-კვირის მოლოდინში. ეს გადარჩენის ვიბრაცია და რეალობა მათ იმავეთი პასუხობს. გადარჩენისთვის ბრძოლით. შესაბამისობის კანონი. ეს არის სამყაროს ფრაქტალური პრინციპი. შეხედე ხეს. მისი ტოტები იმეორებენ ფესვების სტრუქტურას. შეხედე ფილტვებს. ისინი იმეორებენ ხის სტრუქტურას. დინარეების სათავეში სისხლდარღვევს კვან. გალაქტიკები ბრუნავენ, როგორც მორევები ნიჟარაში. ყველაფერი ყველაფრის მსგავსია და შენი გარეგანი რეალობა არის შენი შინაგანი მდგომარეობის ზუსტი ანარეკლი. თუ თავში ქაოსი გაქვს, ცხოვრებაშიც ქაოსი იქნება. თუ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ხარ, სამყარო ირგვლივ დამშვიდდება. ეს არ არის ფსიქოლოგია, ეს ფიზიკაა. შენი ცნობიერება და რეალობა არ არის ორი სხვადასხვა მოვლენა. ეს არის ერთი მოვლენა, რომელსაც შენ აღიქვამ როგორც კანონი, მიზეზები და შედეგები. მაგრამ აქ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. დიახ, ყველა შედეგს აქვს მიზეზი, მაგრამ რეტროკაუზალურობის წყალობით მიზეზი შეიძლება მომავალში იყოს. შენი მომავალი მე შეიძლება იყოს დღევანდელი ქმედებების მიზეზი. სწორედ ამიტომ ზოგჯერ შენ აკეთებ არალოგიკურ რაღაცებს, რომლებიც მოგვიანებით გენიალური აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ ამბობდა სტივ ჯობსი, რომ წერტილების დაკავშირება მხოლოდ უკან მოხედვისას შეიძლება. მეორე პრაქტიკა, დროის უკუმარკუჟი. წარმოიდგინე საკუთარი თავი 5 წლის შემდეგ, მაგრამ ნუ იფანტაზიორებ. იგრძენი ვინ გახდი? რა ენერგია გაქვს, როგორი მზერა? ახლა ყურადღებით. შეხედე მომავლიდან საკუთარ თავს დღეს. რას ეტყოდი? რა ერთ მოქმედებას ურჩევდი ახლავე გააკეთოს? ეს არ არის წარმოსახვის თამაში. შენ ქმნი კვანტურ კავშირს მომავალ მდგომარეობასთან და ის იწყებს გავლენას შენ საწმყოზე. მეორე ტრიადა, მოძრაობის კანონები. ისინი აღწერენ თუ როგორ მიედინება ენერგია სისტემაში. ყველაფერი მიედინება, ყველაფერი იცვლება. ყველაფერს აქვს თავისი მოქცევები და უკუქცევები. შეხედე შენს ცხოვრებას. იყო აღმავლობები და დაღმავლობები, სიხარული და მწუხარება, შეხვედრები და განშორებები. ეს შემთხვევითი არ არის, ეს რიტმია. პრობლემა იწყება, როდესაც შენ ეცინა აღმდეგები რიტმს. ცდილობ შეინარჩუნო მოქცევა, გეშინია უკუქცევის. სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ იმოძრაო რიტმთან ერთად და არა მის წინააღმდეგ. როდესაც უკუქცევაა, ნუ ჩავარდები პანიკაში. ეს არის დრო, რომ შეაგროვო ნიჟარები გამოჩენილ ფსკერზე. როდესაც მოქცევაა, ნუ მოდუნდები. ეს არის დრო, რომ რაც შეიძლება შორს გაცურო. დეპრესია ხშირად უკუქცევის წერტილში გაჭედვაა. მანია მოქცევის წერტილში გაჭედვა. ჯანმრთელობა არის დინების უნარი. პოლარობის კანონი. ყველაფერს აქვს თავისი საპირისპირო. ცხელი და ცივი ტემპერატურის სხვადასხვა ხარისხია. სიყვარული და სიძულვილი გრძნობის სხვადასხვა ხარისხია. წარმატება და წარუმატებლობა შედეგის სხვადასხვა ხარისხია. შენ არ შეგიძლია გქონდეს ერთი მეორის შესაძლებლობის გარეშე. ტკივილის თავი და ნაწილების მცდელობა ავტომატურად ზღუდავს სიხარულის განცდის უნარს. წარუმატებლობის თავი და ნაწილების მცდელობა ზღუდავს წარმატების პოტენციალს. კომპენსაციის კანონი. სამყარო ყოველთვის ბალანსშია. შენ არ შეგიძლია აიღო გაუცემლად, არ შეგიძლია გასცე მიუღებლად. ეს არის ენერგიის შენარჩუნების კანონი მოქმედებაში, მაგრამ აი რა არის მის უმეტესობას. კომპენსაცია შეიძლება მოვიდეს მოულოდნელი წყაროდან და მოულოდნელი ფორმით. შენ დაეხმარე უცნობს და დაწინაურება მიიღე სამსახურში. აპატიე მოძალადეს და იპოვეს სიყვარული. ყველაფერი დაკავშირებულია კვანტური ველის საშუალებით. ენერგიის ტრანსმუტაციის კანონი. ენერგია არ ქრება და არ ჩნდება. ის მხოლოდ ფორმას იცვლის. შენი შიში შეიძლება ტრანსმუტირდეს აღგზნებად. ეს იგივე ენერგია, უბრალოდ სხვა იარლირით. რის სხვა შეიძლება ტრანსმუტირდეს მონდომებად, სევდა თანაგრძნობად. შენ საკუთარი ემოციების ალქიმიკოსი ხარ, მაგრამ ადამიანების უმეტესობამ არ იცის ტრანსმუტაციის ფორმულა. მესამე პრაქტიკა, ემოციების ალქიმია. თუ გაქვს უარყოფითი ემოციის მომენტი, ნუ დათრგუნავ მას. იგრძენი სად არის ის სხეულში. ჩვეულებრივ, ეს არის შეკუმშვა გულმკერდში
მუცელში ან ხელში. ახლა წარმოიდგინე ეს ენერგია როგორც ნედლი მადანი. დაუსვი კითხვა, რად მინდა ამის გარდაქმნა? თუ ეს შიშია, გადააქციე ცნობის მოყარეობად. თუ ეს რისხვაა, შემოქმედებითობად. თუ ეს სევდაა, სიღრმედ. ნუ შეცვლი ემოციას. შეცვალე მისი მიმართულება. ეს არის კვანტური ცვლილება ენერგიის დონეზე. მესამე ტრიადა. შექმნის კანონები. ეს არის მაგის დონე, სადაც შენ ხდები რეალობის შეგნებული შემოქმედი. მაგრამ დაივიწყე ყველაფერი, რაც ხსმენია მიზიდულობის კანონის შესახებ. ეს არ არის ვიზუალიზაცია და აფირმაციები. ეს არის კვანტური რეზონანსი. შენ იზიდავ არა იმას, რაც გსურს, არამედ იმას, ვინც ხარ. უფრო ზუსტად იმას, ვინც არის შენი კვანტური ველი. შენი ველი კი განისაზღვრება არა ფიქრებით, არამედ საკუთარი თავის ღრმა შეგრძნებით. გინდა ფული, მაგრამ შინაგანად თავს ღარიბად გრძნობ. მოგერიდება ფული, მაშინაც კი თუ ის ციდან ცვივა. გინდა სიყვარული, მაგრამ შინაგანად თავს უღირსად გრძნობ. საბოტაჟს გაუკეთებ ყველა ურთიერთობას. შესაძლებელია არა აზრები, არამედ შენი ველის კვანტური ხელმოწერა. ფარდობითობის კანონი. ყველაფერი შედარებითობით შეიცნობა. შენი პრობლემები მხოლოდ შენი თვალსაზრისით არის პრობლემები. შეცვალე ხედვის წერტილი. შეიცვლება სიტუაციის შეფასება. სამსახურის დაკარგვა, კატასტროფა თუ შესაძლებლობა, დაშორება, ტრაგედია თუ გათავისუფლება, ავადმყოფობა, სასჯელი თუ მასწავლებელი. შენ არ შეგიძლია შეცვალო ფაქტი, მაგრამ შეგიძლია შეცვალო კოორდინატთა სისტემა, რომელშიც აფასებ ფაქტს. სკესის კანონი არ არის მამრობითი და მდედრობითი, ეს არის აქტიური და პასიური, მიმცემი და მიმღები, მოქმედება და აღქმა. ყველაფერს სამყაროში აქვს ორივე ასპექტი. პრობლემები იწყება დისბალანსით. მხოლოდ მოქმედებ და არ იცი მიღება, დაიწვევი. მხოლოდ იღებ, არ მოქმედებ, გაიჭედები. ოსტატობა ორ პოლუსს შორის ცეკვაშია. და ბოლოს ღვთაებრივი მოქმედების კანონი. ეს არის კანონი, რომელიც მოიცავს ყველა დანარჩენს. როდესაც შენ მოქმედებ სრული თანდასწრების მდგომარეობიდან ყველა კანონთან ჰარმონიაში, სამყარო მოქმედებს შენი მეშვეობით. ხდები არა გამკეთებელი, არამედ გამტარი. შენ არ უკრავ მუსიკას, მუსიკა უკრავს შენში. შენ არ ხსნი ამოცანებს, გადაწყვეტილებები მოდის შენში. ახლა ყურადღება. მე მოგცემ პროტოკოლს, რომელიც შეცვლის შენ ცხოვრებას 21 დღეში. ეს არ არის დაპირება. ეს არის კვანტური მექანიკა მოქმედებაში. პირველი კვირა, ველის დაკალიბრება. ყოველ დილით, გაღვიძებიდან პირველი 30 წამის განმავლობაში, სანამ ტვინი თეთა მდგომარეობაშია, გააკეთე შემდეგი. დაიდე ორივე ხელი გულზე, იგრძენი მისი რიტმი. თქვი სამჯერ, მე ვარ კანონები მოქმედებაში. ნუ იფიქრებ რას ნიშნავს ეს. უბრალოდ იგრძენი ამ სიტყვების რეზონანსის სხეულში. შენ იწყებ შენი ველის კვანტურ დაკალიბრებას, უნივერსალურ კანონებთან. საღამოს, ძილის წინ, გადახედე კანონებს. დაასკანირე შენი დღე, სად წახვედი კანონების წინააღმდეგ, სად ეწინააღმდეგებოდი რიტმს, სად დაარღვიე ბალანსი, სად მოქმედებდი შიშით და არა სიყვარულით. ნუ დაადანაშაულებ საკუთარ თავს, უბრალოდ გააცნობიერე. გაცნობიერება არის პირველი ნაბიჯი კვანტური მდგომარეობის შეცვლისკენ. მეორე კვირა, მორფოგენეტიკური ველის გააქტიურება. აერჩიე ერთი თვისება, რომლის განვითარებაც გსურს. წარმატება, თავდაჯერებულობა, კრეატიულობა, რაც გინდა. ყოველ დილით 3 წუთის განმავლობაში შედი იმ ადამიანის მდგომარეობაში, რომელსაც ეს თვისება უკვე აქვს. ნუ წარმოიდგენ, გახდი. იგრძენი ეს სხეულში, პოზაში, სუნთქვაში, სახის გამომეტყველებაში. შენ უკავშირდები ყველა იმ ადამიანის მორფოგენეტიკურ ველს, ვისაც ეს თვისება აქვს. და აი რა არის კრიტიკული. დღის განმავლობაში დაიჭირე მომენტები, როდესაც ეს თვისება ბუნებრივად ვლინდება. თუნდაც ერთი წამით დააფიქსირე ეს გრძნობა, უთხარი საკუთარ თავს. აი ეს მე ვარ. ამით შენ აძლიერებ რეზონანსს საჭირო ველთან. მესამე კვირა, კვანტური შემოქმედება. შენ უკვე მზად ხარ მთავარისთვის. აირჩიე ერთი სიტუაცია, რომლის შეცვლაც გსურს. მაგრამ ნუ ეცდები მის შეცვლას. შეცვალე შენი კვანტური მდგომარეობა მასთან მიმართებაში. თუ ფულის პრობლემები გაქვს, გახდი სიუხვის წყარო. არა ადამიანი, რომელსაც ფული უნდა, არამედ წყარო, საიდანაც ფული მოედინება. თუ ურთიერთობაში პრობლემები გაქვს, გახდი სიყვარული. არა ის, ვინც სიყვარულს ეძებს, არამედ თავად სიყვარული. ყოველ დილით შედი ამ მდგომარეობაში 5 წუთის განმავლობაში. საღამოს კიდევ 5 წუთის განმავლობაში. მაგრამ აი რა არის მნიშვნელოვანი. დღის განმავლობაში ნუ გააკეთებ რაიმე განსაკუთრებულს. უბრალოდ შეინარჩუნე მდგომარეობა. მოქმედებები თავისთავად მოვა. როგორც შენი ახალი კვანტური ველის ბუნებრივი გაგრძელება. მესამე კვირის ბოლოს შეამჩნევ უცნაურობებს. ადამიანები სხვანაირად მოიქცევიან.
გამოჩნდება მოულოდნელი შესაძლებლობები, გადაწყვეტილებები არ საიდან მოვა. ეს არ არის სასწაული. ეს შენი ახალი კვანტური ველი იზიდავს შესაბამის რეალობას. ვიცი, რასაც ახლა ფიქრობ. ეს ძალიან მარტივია იმისთვის, რომ იმუშაოს. ან ძალიან რთული, დასაჯერებლად. ან უკვე სცადეთ მსგავსი რამ და არ გამოვიდა. თუ ფიქრობ, რომ ძალიან მარტივია, მართალი ხარ. სამყაროს კანონები მარტივია. ეტოლია MC კვადრატში, ეს არის სიმბოლო, რომელიც აღწერს მატერიის საფუძველს. სირთულე ადამიანის გამოგონებაა. სამყარო ელეგანტურია თავის სიმარტივეში. თუ ძალიან რთულია დაჯერება, ნუ დაიჯერებ, შეამოწმე. მეცნიერება არ არის რწმენა, არამედ ექსპერიმენტი. ჩაატარე 21 დღიანი ექსპერიმენტი და შედეგების მიხედვით განსაჯე. უბრალოდ იყავი გულწრფელი ექსპერიმენტში. ნუ მიბაძავ, ნამდვილად გახდი. თუ უკვე სცადე და არ გამოვიდა, შენ სცადე ტექნიკები და არა ტრანსფორმაცია. შეცვალე მოქმედებები, მაგრამ არ შეცვალე მდგომარეობა. მუშაობდი ზედაპირთან და არა კვანტურ ველთან. ეს გავს ჟანგიანი მანქანის შერეგვას. გარედან ლამაზია, მაგრამ ჟანგი აგრძელებს ლითონის შიგნიდან ჭამას. არის ერთი საიდუმლო, რომელიც ბოლოსთვის მოვიტოვე. იცი რატომ ვერ ახერხებს ადამიანების უმეტესობა ამ კანონების გამოყენებას? ისინი ცდილობენ გამოიყენონ ეგოისტურად, მხოლოდ საკუთარი თავისთვის. მაგრამ სამყარო ერთიანი სისტემაა. როდესაც შენ მოქმედებ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ეწინააღმდეგები ერთიანობის კანონს. ქმნი წინააღმდეგობას კვანტურ ველში. ჭეშმარიტი ძალა მოდის, როდესაც იყენებ კანონებს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი სისტემის ევოლუციისთვის. როდესაც შენი წარმატება სხვებს უფრო წარმატებულს ხდის. როდესაც შენი ბედნიერება ზრდის ბედნიერებას ირგვლივ, როდესაც შენი გამოღვიძება ეხმარება სხვებს გამოღვიძებაში, მაშინ მთელი სამყარო ხდება შენი მოკავშირე. 1993 წელს ვაშინგტონში 4000 ადამიანი შეიკრიბა ექსპერიმენტისთვის. ისინი უბრალოდ მედიტირებდნენ მშვიდობის განზრახვით. დანაშაულის დონე 23%-ით დაეცა. 4000 ადამიანმა შეცვალა მილიონიანი ქალაქის ქცევა, არა მოქმედებებით, არამედ მდგომარეობით. როდესაც ადამიანების კრიტიკული მასა შედის კოჰერენტულ მდგომარეობაში, იცვლება მთელი სისტემა. ახლა აქ ფიორიზე 100-მდე ადამიანი ვართ. თუ თუნდაც 1% დაიწყებს ამ კანონებით ცხოვრებას შეგნებულად, ჩვენ შევქმნით ტალღას, რომელიც ყველაფერს შეცვლის. არა იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებულები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ასე მუშაობს კანონები. კოჰერენტულობის 1% ცვლის მთელ სისტემას. ეს მათემატიკურად დადასტურებულია. წარმოიდგინე სამყარო, სადაც ადამიანებს ესმით რეალობის კანონები, სადაც ბრძოლის ნაცვლად ცეკვა არიტმთან, სადაც შიშის ნაცვლად ენერგიის ტრანსმუტაციაა, სადაც გაუგებრობის ნაცვლად ერთიანობის გაცნობიერებაა, სადაც თითოეული ადამიანი არ არის გარემოებების მსხვერპლი, არამედ რეალობის შეგნებული შემოქმედი. ეს სამყარო სადღაც იქ არიცნება. ის იწყება შენგან ახლავე. 21 დღიანი ექსპერიმენტის ჩატარების გადაწყვეტილებით. დაიმახსოვრე, შენ არ ხარ ადამიანი, რომელსაც სულიერი გამოცდილება აქვს. შენ ხარ სულიერი არსება, რომელსაც ადამიანური გამოცდილება აქვს. შენ არ ხარ წვეთი ოკეანეში, შენ ხარ ოკეანე წვეთში. შენ არ ემორჩილები სამყაროს კანონებს. შენ ხარ ეს კანონები მოქმედებაში. და როდესაც ამას ნამდვილად გააცნობიერებ, არა ინტელექტუალურად, არამედ სხეულის თითოეული უჯრედით თამაში მთავრდება, იწყება ცეკვა. 12 კანონი არ არის წესი, რომელიც უნდა დაიცვა. ეს არის აღწერა იმისა, თუ ვინ ხარ ყველაზე ღრმა დონეზე. შენ ხარ ერთიანობა, გამოვლენილი როგორც ცალკეულობა. შენ ხარ ვიბრაცია, რომელიც მატერიად იქცა. შენ ხარ მიზეზი და შედეგი ერთდროულად. შენ ხარ სამყაროს რიტმი ადამიანის ფორმაში. გააცნობიერე ეს, იცხოვრე ამით. გახდი ეს. მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს შენთან. მზად ხარ შეწყვიტო თამაში იმ წესებით, რომლებიც შენ თავს მოგახვიეს და დაიწყო შექმნა იმ კანონების მიხედვით, რომლებიც შენი ჭეშმარიტი ბუნებაა. დაწერე კომენტარებში, მე ვიწყებ ექსპერიმენტს. დაალაიქე თუ იგრძენი რეზონანსი. გამოიწერე არხი თუ მზად ხარ უფრო ღრმად წასასვლელად.